გასულ წელს ტელეარხი 25 ჟურნალისტებისთვის ყველაზე ღია უწყებად პროკურატურა იქცა. ყველაზე ღია რესპონდენტად ყოფილი მთავარი პროკურორი ლევან გზირიშვილი. როგორც აღმოჩნდა, პროკურორმა ინტერპრეს ნიუსის და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების გულის მოგებაც მოახერხა. ლევან გზირიშვილი მედიასთან მაშინაც თანამშრომლობდა, როდესაც პასუხის გაცემა მისთვის არასასურველ კითხვებზე უწევდა. დღეს განმავლობაში აქტიურად განვიხილავდით ამ საკითხს და მივედით იმ დასკვნამდე, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა. სხვა საჯარო მოხელეზეც იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ ის იყო ყველაზე გახსნილი, თუმცა დემოკრატიულობის პრინციპის გათვალისწინებით ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ, რომ ეს პიროვნება ყველაზე გახსნილი საჯარო მოხელე გასული წლის განმავლობაში იყო მთავარი აჭარის პროკურატურის მთავარი პროკურორი ლევან გზირიშვილი, რომელიც ნებისმიერ დროს ნებისმიერ თემაზე იყო მზად, ან მას გაეკეთებინა კომენტარი, ან თავის უწყებაში მოეძებნა პასუხისმგებელი პირი, რომელიც საჭირო ინფორმაციას, თუნდაც მათთვის არასასურველ კითხვაზე გაეცა პასუხი, ყოველთვის გამოგვიყოფდა და ყოველთვის იყვნენ მზად, რომ გაეცათ ასეთი კითხვისთვის პასუხი. მისაწვდომობის თვალსაზრისით და ოპერატიულობის თვალსაზრისით პროკურატურა იყო ძალიან ყოჩაღი ბოლო ცვლილებამდე, ანუ სანამ პროკურორი შეიცვლებოდა საქართველოს მასშტაბით და ასევე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ჩემთვის ყველაზე ხელმისაწვდომი სტრუქტურა იყო პროკურატურა, ოღონდ ეს მაშინ, როცა პროკურატურის მთავარი პროკურორი აჭარაში იყო ლევან გზირიშვილი. მათთან ძალიან მარტივი იყო ურთიერთობაც, თანამშრომლობაც, სატელეფონო, ტელესიუჟეტი, მოკლედ ყოველ მხრივ გახსნილი იყო. ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული კორესპონდენტები მიიჩნევენ, რომ წლის ყველაზე საჯარო და ინფორმაციული რესპონდენტი ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე იყო. მათი თქმით, მერი არასდროს გაურბის მისთვის არასასურველ კითხვებს. კარგი რესპონდენტი მართლაც კომფორტი არის ჩვენ ჟურნალისტებისათვის. მე მინდა გამოვყო ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე როგორც კარგი რესპონდენტი. იქედან გამომდინარე, რომ ძალიან მოკლე და კონკრეტული პასუხები აქვს ამ ადამიანს და მიაძულდება სიუჟეტის გაკეთება, სადაც ჯემალ ანანიძე მონაწილეობს და ჩაწერილი მყავს. მე გამოვყოფთი ბათუმის მერს, რომელიც დიდთხოვლობის პერიოდში იყო ჩემთვის ძალიან საჭირო რესპონდენტი და რომელიც პასუხობდა ნებისმიერ დროს ჩემს ზარს და ეს არის მისასალმებელი. მედიის წარმომადგენელთა აზრი იმ რესპონდენტების შესახებ, რომლებთან ურთიერთობა და კომენტარის მოპოვებაც რთულია, ერთმანეთს დაემთხვა. მათი უმეტესობა თვლის, რომ აჭარის დღევანდელი მთავარი პროკურორი ყველაზე პასიური რესპონდენტია. არაკონტაქტურ რესპონდენტთა შორის მოხვდა ოპოზიციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. ჩვენ ასევე ვიფიქრეთ პიროვნებაზე, რომელიც იყო მეტნაკლებად გახსნილი მედიასთან ურთიერთობის დროს და ხშირ შემთხვევაში თავს არიდებდა კომენტარებს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ფინანსთა და ეკონომიკის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. ყველაზე მიუწვდომელი ჩემთვის, როგორც თოქ-შოუს პროდიუსერისთვის და როგორც ჟურნალისტისთვის არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება არაკონტაქტურს და ესე ჩაკეტილ რესპონდენტს, ჩემთვის უკვე მეორე წელია ესეთად რჩება ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ოპოზიციის ლიდერი აჭარაში, ნაციონალურ მოძრაობის ოპოზიციის ლიდერი, თუმცა ის ხელმისაწვდომი არ არის ჩემთვის, რამდენჯერმე ვცადე მასთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა ეს არ გამოვიდა. საჯაროობის და ღიაობის ყველაზე კარგი შემფასებლები ჟურნალისტები არიან. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ყველა რესპონდენტი მედიასთან თანამშრომლობისთვის იქნება განწყობილი.